მამა და დანარჩენები წავიდნენ? წავიდნენ. და ჯექი? როგორ ხარ? უკეთ? არა. ახლა რა ვქნა? არ ვიცი ესმა. მაგრამ ფიქრეთი განქორწინებისთვის მიზეზს მოიფიქრებს, არიდარდო. რას უზამს ფიქრეთი ქალს, რომელსაც დაშორება არ უნდა? შუბლზე იარაღს მიადებს? მსგავსი არაფერი იქნება. არ ვიცი, მაგრამ მისი დარწმუნების გზას აუცილებლად იპოვის. ესმა იქნება რიჯიუტო და ფიქრეთთან იყო. თუ დაურსულდები, ყველაფერი გამარტივდება. გამზე ამას არ გავაკეთებ. არასდროს. მეთაურო, დიდემ ჰანი მიმოვიდა ცოტა ბრაზობს. კონი რაღაც მოხდა, რაღაცის თქმა უნდა. კარგი, მე მივხედა. არიდარდოთ. მეთაურო, თქვენთან სალაპარაკო მაქვს. დრო ცოტა მაქვს სახელმწიფო რომ არ გადატვირთოთ თქვით, რა გინდათ? თქვით. ვიცი რომ ხალილ იბრაჰიმთან ახლოს ხართ. მას მუდმივად იცავთ. მაგრამ ახლა ყველა ზღვარს გადახვედით. მაინც როგორ? ჩემთან ზეინებ ლეტო მოვიდა და თქვა რომ ქორწინება ნამდვილი არ არის. ქორწინება ყველას თვალწინ დავარეგისტრირეთ. საბუთზე ხელმოწერებიცაა. რეგისტრატურაში ვიყავი და თქვეს რომ საბუთები არ აქვთ. მერიაშიც დოკუმენტაცია აორთქლდა. სისტემაც გაუმართავია. ალბათ ეს ზეინებმა გააკეთა. არარსებულად გამოაცხადა ის, რაც ყველას თვალწინ მოხდა. ქალბატონო, ყველა შესაბამის უწყებაში ყოფილხართ. ეს საკითხი მე და ჩვენს განყოფილებას არ გვეხება. გასაგებია. მაშინ იმას მოგიყვებით, რაც თქვენს განყოფილებას ეხება, მეთაურო. მაგალითად იმას, რომ ხალილ იბრაჰიმმა ჩემ თვალწინ ადამიანი მოკლა. მართლა? ვინ ადამიანი? როგორც იცით, ქაანი. ქალბატონო, განყოფილებაში უკვე იყავით და თქვით რომ ვერ დაინახეთ ქმარი ვინ მოგიკლათ. შეუძლებელია ყოველ მოსვლაზე სხვადასხვა ჩვენება მოგცეთ. შეუძლებელია. კარგი. მაშინ პროკურატურაში წავალ. როგორც ჩანს, ყაჩაღების გაჩერებას თქვენ არ აპირებთ. დიდემ ჰანი, სადაც გინდათ იქ წადით. გაფრთხილებთ, არავინ მოგისმენთ. რას ნიშნავს არ მომისმენენ? უბრალოდ ვინც მუდმივად ცრუ ჩვენებებს იძლევა, არავინ მოусმენს. შეგეძლიათ მიბრძანდეთ. ალიჯან, გისმენთ მეთაურო, ქალბატონი გააცილე. თქვენც მოგხედავთ, მეთაურო. რა თქმა უნდა, როცა მოგესურვებათ. დამობრძანდით, ქალბატონო. ის შეშლილი სად არის? ზეინებ ჰანემს თუ გულისხმობ, ზაფხულის ბაღშია. სხვას ვის უნდა გულისხმობდე, შოთა როცა დაინახე აქ მოდიოდა, ხელი ვერ შეუშალე? საიდან უნდა მცოდნოდა, სად წავიდა? საერთოდ რამე იცი? დიდი მადლობა. ძალიან გემრიელი ყავა. გემრიელად მიირთვი, ჩვეულებრივი ყავა, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვართ. ბედნიერი ყავა. ხო, რა სახე გქონდა? ზეინებ, რა ხდება? არაფერი საყვარელო, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვართ. მე და სემა დიდემის წასვლაზე ვლაპარაკობდით. კარგ ხასიათზე? ის გოგო ალბათ დიდი ხანია განყოფილებაშია.
იყოს ძმაო, ნიშნულობა აღარ აქვს. თქვენი ლაპარაკეთ, რას ნიშნავს ნიშნულობა არ აქვს? მე დიდემის მოსახსენიებლად ხალვას მოვამზადებ. დაგვრცინით? რა ჰალვა? წესიერად ამიხსენი რა ხდება? შოთას არ უთქვამს, რომ განყოფილებაში ვიყავი. სათვალთვალოდ ხომ მომიჩინეთ. თქვა, მაგრამ რატომ არ იცის? მაიორ მეჯნუნს რაღაც ვთხოვე. მაინც რა? შენი თავი. ვერ გავიგე? ხალილ იბრაჰიმს დიდემის ხელში ძალა არ ექნებოდა. ვუთხარი, რომ უბედური ხალილ იბრაჰიმი სხვასაც ვერ დაეხმარებოდა. არა ძმაო, ნამდვილად გაგიჟდა. და მაიორი მეჯნუნი დაგთანხმდა? ხო, დამთანხმდა. თქვა, რომ ჩემზე იმდენ დროს თუ დახარჯავდა, რაც თქვენ დაგახარჯათ, ქვეყანა სულ სხვანაირი იქნებოდა. კოშმარი დამთავრდა? დიდემი ჩვენი პრობლემა აღარ არის? ხო, დამთავრდა. კანონით მაინც ცოლი აღარ გყავს. დიდემს შეუძლია, ვისაც უნდა იმას მიმართოს. მაიორის თქმით, მას არავინ მოусმენს. ჩემო მშვენიერო დაიკო. ეს თავის დროზე რომ გაგეკეთებინა, ასე არ დავიტანჯებოდით. ძმაო, თუ გინდა, შოთა სახლში წაგიყვანს. მე კი ხალილ იბრაჰიმთან ერთად ჩემს სახლში დაკარგულ დროს ავინაზღაურებ. შენ რა სიტყვი ძმაო? მაიორმა მეჯნუნმა ეს ზეინების თავიდან მოსაშორებლად გააკეთა? ბოლო-ბოლო ეს ხომ მეჯნუნია? გულისხმობ პროგნოზირებადი რომ არ არის. ზეინებს თუ დაპირდა, ასეც გააკეთებს. მაშინ წავალ საკუთარ პრობლემებს მივხედავ. ყველაფერი დამთავრდა, საყვარელო. თავისუფლები ვართ. იმ გოგომ ქორწილი გადაიხადა. ყველა ძალი დაასრო. და საბოლოოდ აღარც ქორწინება აქვს და აღარც ბავშვი ყავს. საშიში ხალხი ხართ, მეთაურო. ჩვენ რა შუაში ვართ? კარგი, ნიშნულობა არ აქვს ეს ვინ გააკეთა. ეს ქალი ხომ მოვიშორეთ. მოვიშორეთ. მორჩა. მოვიშორეთ. სადა? ვერ მოვიშორეთ. ვინ დიდემ? ხალილ იბრაჰიმი. ალბათ სახლში ზეინებთან ერთად. ხელჩაკიდებულები ერთმანეთს თვალებში უყურებენ და დრო ასე გახავთ. არა ოღუს. დიდემ, მე მითხარი რა გინდა? ეს საქმე არ დამთავრებულა და არც დამთავრდება. შენს მეგობარს და ზეინებს უთხარი, რომ ვერავინ გამომიყენებს და გადამაგდებს. ვერავინ დამამცირებს. ყველაფრისთვის პასუხს გაგებინებთ, განსაკუთრებით ზეინებს. შენს ადგილას ამ თემას შევეშვებოდი და ცხოვრებას გავაგრძელებდი. ეს რას ნიშნავს? მე მუქრები? შენი სიკეთისთვის ვამბობ. წადი აქედან და ახალი ცხოვრება დაიწყე. არცადაც არ წავალ. ყველას გაგამწარებთ. რას აკეთებ, გვემუქრები? ხო, გემუქრებით. ღმერთო, გული გამისკდა. ყველაფერს გაჩვენებთ. რანაირი ადამიანია? უჭკუო. შვილო, ფიქრად შემოდი. ქემალის სახლში რას აკეთებდი დამლა? მისა სამძიმრებლად მივედი ფიქრად. მისა სამძიმრებლად. კარგი, ეს ანახაობისთვის დავიდა. თქვენ რატომ შეუწყვეთ ხელი? რატომ? შვილო, უბრალოდ მოსაკითხად მივედით. ნუ ჩხუბობ. თან ესმამ დაიწყო. ასე იყო. რა უნდა მექნა? გადამეყლაპა რაც თქვა და ჩუმად მჯდარიყავი? რას ამბობს? მართლა ესმამ დაიწყო ფიქრად. დეიდან არგის? მეც ძალიან გავბრაზდი ფიქრად, მაგრამ ამჯერად მართლა ესმამ დაიწყო. შვილო, ამ ესმას ყველაზე კარგად შენ იცნობ. იცი რომ მის ენას ძვალი არა აქვს. ახლა გლოვობს. თაცირამ შეიძლება თქვას. შენ გაჩუმება რატომ არ შეგიძლია? ფიქრად კარგი რა.
ცუდად რომ იყოს ჩუმად იჯდებოდა. სულ თავის თავზე არ ილაპარაკებდა. გველივით სისინებდა. მოწმეები ვართ შვილო. მამამისმაც კი გააფრთხილა, მაგრამ ესმა არავის უსმენდა. ჩვენ რა პრობლემები გვაქვს და თქვენ რას აკეთებთ? ნუ გვისმენ ფიქრეთ. არც მე მისმინო, არც მას, არც არავის. შენ საქმეს მიხედე. მართალი ხარ. ჩემი ბრალია. შვილო, ამ ყველაფერს შეეშვი. ზეინები რა შვრება? დიდემი რას აპირებს ეს გითხარი. თქვენთან ჭორაობას არ ვაპირებ. ელიფმა გითხრათ. ეგრევე გაქანდა და მოახსენა. რა თქმა უნდა. ზეინები ბედნიერი იყო. ძალიან ბედნიერი ელიფ. შოთა, მივდივართ. ახლა არ მოვედით, ფიქრეთ ბეი, მშვიდობა? საით? ანგარიში ჩაგაბარო? უეჭველად ესმა ჰანიმთან მივდივართ. შიგნით არაფერი თქვა. კარგი. ედანურ დიდემს რატომ უსმენ? კუდამოძუებული გაიქცა. სიამაყეს შევეხეთ და ახლა მუქარებს გვირიგებს. როცა საქმე დიდემს ეხება, ყველაფერი სერიოზულად უნდა მიიღო. უკვე საკმარისი ბოროტება გააკეთა. წავიდეს. მე აქ ვარ. მან კი რაც უნდა ისქნას. შვილო, მასზე ზეწოლა საჭირო არ არის. დამარცხებას არ მიიღებს. მიწია მის გამო ბევრი რამ გადავიტანეთ. რა გითხრა შვილო? იმედია ყველაფერი დამთავრდა. ედანურ, ეს მომაწოდე. ახლავე. აიღე. ჰალილ იბრაჰიმ, შენ რატომ არაფერს ამბობ? იმიტომ რომ დიდემზე ლაპარაკი ავუგრძალე. სანამ ყველა აქ ხართ, რაღაცას გთხოვთ. მისი სახელი აღარ ვახსენოთ. ჩვენი ცხოვრებიდან უნდა გაქრეს. მე გპირდები ზეინებ. გოგო, შენც დამპირდი. ცხოვრების ბოლომდე მასზე სალაპარაკოდ მზად ხარ. მართლა? მოწმე. თურან, იმ გოგოს მოწმე შენ ხარ და გაჩუმდი, ხმა არა მოიღო. მართლა? და შენ ვისი მოწმე ხარ? 1000-ჯერ თქვი ჰალილ იბრაჰიმის მოწმე ვიყავი და ახლა მისი და ზეინების ქორწილშიც მოწმე ვიქნები. ვერ მოგართვი. შენი შანსი ხელიდან გაუშვი საყვარელო. რადგან ქორწილის საკითხი წამოიწია, თავაზობ მალე გადავიხადოთ. მინდა პატარძლის ამპლუაში გნახო. კარგი. სმოკინგიც უკვე მზადაა. რა ძმაო? ეს თემა დავხურეთ. აქ არიყავით, წარსულზე აღარ ვლაპარაკობთ. წარსული რა შუაშია, იმ ხელაფული გადავიხადეთ და არც ჩაგიცვამს. არ ჩუმდება. ედა გააჩუმებ თუ მე მივხედო. ერთი თვე მოგიწევს კოვზით აჭამო. ჩემს სიყვარულს ხელს ვერ ახლებ. გაჩუმდი. მეტეორო. და თქვენ რას აპირებთ? თქვი ოღუს. ჩვენც ვაპირებთ, მაგრამ ეს ერთხელ და სამუდამოდ მოხდება. არა საყვარელო? და ეგ როდის მოხდება მეტეორო? ყველას გვაინტერესებს. თქვენ როდის მოისურვებთ მეტეორო? იმით დავიწყოთ, რომ ჩვენები დავაბინაოთ. მერე უფრო მარტივად იქნება ყველაფერი. ხვალ მოვიწვიოთ ქორწილის რეგისტრატორი, კარგი ამბავი არ უნდა გავაჯანჯულოთ. დათო, ხალხი აქ ქორწილზე ლაპარაკობს, საქორწილო კაბებზე. შენ ხომ გაქვს? ზეინებს ათხოვე და ქორწილი ხვალვე გადავიხადოთ. უმართავი გახდა. საქორწილო კაბა საიდან? სისულელეებს ამბობდა მეც მაბრაზებ. საერთოდ არ ვჭამთ. ძალიან მომენატრეთ. მთელი ცხოვრება ერთად უნდა ვიყოთ. გპირდებით, ჯურჯლის გარეცხვაშიც დაგეხმარებით. აბა რა უსაქმურად ბუხართან თუ იჩდები ზოგიერთივით, აუცილებლად ვიჩხუბებთ. მას ხომ არ ვახსენებთ. ჰალილ იბრაჰიმზე ვამბობ. რადგან ბუხარზე ვლაპარაკობთ ბიძია, შეიძლება მე და ზეინები ჩვენს ადგილას წავიდეთ. რა თქმა უნდა. გემრიელად მიირთით. გმადლობდა ჯურჯელი? ხვალიდან გპირდებით. გემრიელად მიირთვით.
ღმერთოები თვალისგან დაიცავი. ამინ. ჩუმად დათო, ველურ ბუნებაში კი არ ხარ, ხალხს აშინებ, ყურებს ვტკენ, ყურებს. და შენს ყურები რაში გჭირდება? სემას გარდა ვის უსმენ? მე მომისმენ საბა შენ ხომ არ მოგისმენს. ოსმან ბევრს ნულაბარაკობ, თორემ საჭმელს ზაგართმევ. კარგი, მაშინ ვერ რატომ ბრაზობ? ტკივნეულ ადგილას მირტყამთ. ტკივნეულ ადგილას. ღმერთო. მიდით გემრიელად მიირთვით. მიდით, მიირთვით. არ მესმის, როგორ აძლევ დამლას იმას, რაც მას სჭირდება. მე გთხოვეთ ეს ქალი ჩემგან შორს გყავდეთ. მაგრამ შესაძლებლობას არ უშვებს, სადმე არ შემოხდეს. რა ვქნა ფიქრეთ? მგონი მისი მიზანი ჩემი გაგიჟებაა. ხოდა რატომ გიჟდები? გაჩუმდი. ის გაგიჟდეს. შენ ჩუმად ხარ და ეს გშველის? იმას აკეთებს, რაც თვითონ უნდა. იმიტომ გეუბნები, რომ შენ არ ინერვიულო ჩემო ამოსა. მე გამაღიზიანოს, პრობლემა არ არის. ის სულ ჩვენს გაღიზიანებას ეცდება. ესმა, ახლა რამის გაკეთება, რომ შემეძლოს უსაქმურად ვიჯდებოდი? შენ კი სულ იმ ხელმოწერაზე ლაპარაკობ. ვისი სურვილი ახდა, დამლასი? მე ჩემს პოზიციას ვიცევ ფიქრეთ. საერთოდ რომ არ დამშორდეს რა ვქნა? ერთმანეთი სტუდენტები ვით დისტანციურად გვიყვარდეს? ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. მთელი ცხოვრება მეყვარები. ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ. და სულ ასე იქნება. შენც ჩემი ნამდვილი სიყვარული ხარ. ეს ფიქრეთი დროს ტყუილად ხარჯავს. ესმა უკან არ დაიხევს, ჩემი შვილი ძალიან პრინციპულია. ქემალ გოგო კუთხეში მიიმწყდია და ახლა ამბობ, რომ პრინციპულია. ისკანდერი მართალია. და ამლა არ დაშორდება. ესმა ცოდოა. ასე ხომ არ იქნება, არა? აბა დააკვირდი რა ხდება. ცოდოა, ჰალილი იბრაჰიმზე დააქორწინე და ფიქრეთზე რატომ არა? იმიტომ რომ ფიქრეთი უკვე ცოლიანია. კარგი, როგორც გინდა. თქვენი ნებართვით. მამა, სად მიდიხარ? აქ დარჩი. ისკანდერ, რატომ გარბი ხარ? სახლში ვინმე გელის? სახლში არავინ, მაგრამ იქნებ ოდესმე და მელოდოს. მაშინ კარგი. კარგად. კარგად, ისკანდერ. ნახვამდის. წამოდი, შვილო. მამა, მაინც მინდა გელოდება. მითხარი. ძმაო, ვისი ამბობს მომავალში იქნებაო? დაჯექი. აიშეზი ამბობს, ნარგიზი არა, ნუ ნერვიულობ. არა, ძმაო, ეგარ გამოვა. კაცურად მოიქეცი და ნარგიზი მოიყვანე. მისი შვილი კი ფიქრეთს დაშორდეს. ესმა შეხედე. ამ სიცივეში იყინება, ფიქრეთი რომ დაინახოს. ძმაო, ჩემი ძმისშვილისთვის სიცოცხლესაც გავწირავ, მაგრამ ეს შეშლილი დამლა მგონი მეც მომკლავს და დედამისაც. ერთად ყოფნის უფლებას არ მოგცემს. ეგეც გამოსავალია. თქვენ მოგკლავთ ციხეში ჩაჯდება და ესმა და ფიქრეთი ერთად იქნებიან. ანუ ასე არა? ჰო. როგორ ფიქრობ, მეჯნუნ ბეიმ ჩვენთვის ეს რატომ გააკეთა? თვითონ არ თქვი, რომ მხოლოდ ბედნიერი ჰალილ იბრაჰიმი იქნება სასარგებლო? არ მგონია ასეთი იყოს, მაგრამ შენ უკეთ იცნობ. ეს თემები ქორწინებასთან ერთად ერთ კომპლექტშია. ერთმანეთი როგორ გაიცანით? არასწორი იქნება თუ მომიყვები. არა, მაგრამ სწორიც არ იქნება.
რაღაცას რომ გიყვები, კიდევ 50 კითხვას სვამ. კარგი. ამჯერად მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ და შენ მიპასუხე. კარგი? კარგი. კითხე. ეს საქმე როგორ დაიწყე? უბრალოდ რატომ? მამა ჩემი რომ მოკლეს, სტამბოლიდან ჩემს დასაყვანად ბიძია ჰარუნი ჩამოვიდა. ბიძია ჰარუნი და დეიდა მოალა კარგი ადამიანები იყვნენ. მათი მადლიერი ვარ. საკუთარ შვილებზე მეტად ვუყვარდი. ანუ საკუთარი შვილებიც ყავდათ? ისევ ჰყავთ და ყველა ძალიან მიყვარს. მერე? მერე მეც წავყევი რომ მათთან მეცხოვრა. მიდა ჩემმა ჩემში ბრაზი და მრისხანება დაინახა. ხელი მომკიდა და ამ სფეროში წამიყვანა. მითხრა თუ შიგნიდან რაღაც გაწუხებს ამისთვის ბრძოლა ისწავლეო. მერე გამოცდა ჩავაბარე და უნივერსიტეტში სამხედრო ფაკულტეტზე ვისწავლე. და მეჯნუნი თქვენი მეთაური იყო? ერთ-ერთი მათგანი, მაგრამ ასეთ ადამიანად მან მაქცია. ამ გზაზე მან დამაყენა. ცალკე გვამეცადინებდა. ამ გზაზე რომ არ დამდგარიყავი, შენი აზრით, ვინ იქნებოდი? სიმართლე გითხრა, ალბათ ჩემი ძმები ვით ვიქნებოდი. რამე ცუდ საქმეში გავეხვეოდი, კანონებს დავარღვევდი და მაიორი მეჯნუნი ტყუილად არ მოყვარებია. კარგია რომ ასეთი ხარ. და ჩემი ხარ. ხო. მოდი აქ. რასაკეთებ ხალილ იბრაჰიმ? ჯერ კითხვები არ დამთავრებულა, ოთახში მიმყავ ხარ. მაგრამ ჯერ არ დამიმთავრებია. არა და მკითხე, უკვე სამჯერ მკითხე. არა, ეგ ერთი კითხვა იყო. მოიცადე. იუნუსმა დარეკა. თქვი რომ თურგუთი გამოჩნდა. გეფიცებით გამოჩნდა მეთაურო. ყოფილ მეთაურ ოღუს დაურეკე. იუნუს უთხარი არ გამოჩნდნენ. ხალხი გამოიწვიოს ვიდრე ამ საკითხს გადავწყვეტ. გასაგებია? მეთაურო, იმ ადამიანს არ ავიყვანთ? რატომ? სამიზნე თურგუთი არ არის, რუსუა. როგორც ხვდები, ამ კაცს არ კლავთ მეთაურო. ბოზღუნის ნაცვლად ოღუს დაურეკე. ისე ლაპარაკობ თითქოს რამეს ვაშავებთ. დაქვემდებარებულების სიცოცხლით არ ვრისკავ. არ მინდა შენთან გატარებული ღამეები მთავრდებოდეს. შენ რომ არ ხარ, თითქოს დრო საერთოდ არ გადის. ყველაფერი დამთავრდა ზეინებ. მორჩა, დამთავრდა. ჰალილ, რა ხდება ოღუს? უნდა ვილაპარაკო ძმაო. მოვდივარ. საყვარელო უნდა რა წავიდე. იყო? მოხდა რამე? როგორც ხვდები რაღაც კარგი. შენ დაიძინე საყვარელო. თურგუთი გამოჩნდა? ხო, გამოჩნდა. ეს ყველაფერი დამთავრდა, ძმაო და ცოლს შენ შეკრთავთ. იცი რა, მოდი ჯერ შენ შეირთე, კარგი? საით, ჰალილ იბრაჰიმ, წამოყვე? აქაურობას მიხედე დათუნა. არ მეძინა, უბრალოდ ჩავთვლი მე. კარგი. კარგი.
ედანურ, შენს გაგეღვიძა საყვარელო. როგორ უნდა დავიძინო? შეიძლება შევეჩვიოთ ასე დროს, რომ მიდიან. თუ ყოველთვის ცოცხლები და ჯამრთელები დაბრუნდებიან, პრობლემა არ იქნება. ხო, ასეა. ღმერთმაგნას ჯამრთელები და ცოცხლები დაბრუნდნენ. არც კი ვიცი საწავიდნენ. თუ აქ ხარ, ყავა მოგიმზადო? კარგი იქნება. თუ შეიძლება. კარგი და გისხამ. მე ყავას მოვამზადებ. ხვალიდან კი ყველა საოჯახო საქმეში ჩაერთვები. კარგი გპირდები, ხვალ ყველაფერს მე გავაკეთებ. მეთაურო, დანაყოფი აქ არის? უკვე გავგზავნე, ფაშა. კარგი. რამდენი ხანია თურგუთი აქაა? ხანდახან ვერ ხვდები ჩვენ შორის მეთაური რომელია. რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოვიდა? უყურე. ის მაინტერესებს, რამდენი ხანია აქ არის? ხალხი ჩიქ შეყვა. დიდხანს არ გაჩერდება. მეთაურო, თურგუთი ხომ არა ვიყვანოთ. მოყვება რუსოსა და არ შეიძლება. რატომ? იმიტომ რომ ის კაცი არავის ენდობა. ხალხი დაუხოცეთ. ჰალელი ფიქრობს რუსო თურგუთის მეშვეობით იპოვოს. ასეა მეთაურო. ასე რუსო გაიგებს რომ თურგუთი გავიტაცეთ და რა შეგვჭება? და თურგუთი უკან რომ არ დაბრუნდეს? მაშინ როგორც შენ ამბობ ისე მოვიქცეთ. ღმერთო, ჩემს მეგობარს პრობლემები აქვს. დილაობით რთულად იღვიძებს. ეგრაშუაშია მეგობარო, უბრალოდ ვიკითხე. ყველაფერი ხომ არ მეწოდინება შენსავით? მეგობარს ბოლო 20 წელია პასუხისმგებლობასთან აქვს პრობლემა და ყველაფერს აკეთებს, რაც თავში აზრად მოუვა. და ამაში ცუდი რა არის მეთაურო? რით დავზარალდით? ჩემი გეგმებიდან ვინმე დაზარალდა? ღმერთო ჩემო. მეთაურო, ჩემს მეგობარს შეებულება მიეცით. რუსოს რომ დავიჭერთ, ცოტა ხანს დაისვენოს. დანარჩენს ყველაფერს მე მივხედავ. მიხედავს. რაც შემოგთავაზე ყველაფერზე არ შემიძლია და არ მინდა სიძახი. თითქოს შეებულებაში გახვედი და მე ვერ გავამართლე. თითქოს რომელიმეს რამე შეგეძლოთ. უბრალოდ ერთმანეთთან ჯიუტობთ. ჩვენ სამშობლოსთვის დავიბადეთ და სამშობლოსთვის ბრძოლაში მოკვდებით. ოღუს საჭესთან. ძმაო, ზეინებ. აქ რასაკეთებ, რა მოხდა? მეც იგივე ვკითხე ხალილ იბრაჰიმს. მითხრა რომ რაღაც კარგი მოხდა და ოღუსთან ერთად სადღაც წავიდა. ეგ როგორ, სად არიან? ეგორი რასაკეთებს? რატომ არ მითხრეს, რას აპირებენ?
ალბათ შენ დიდხანს არ იყავი მათ გვერდით და ამიტომ წავიდნენ. ასე არ ფიქრობ? ახლა უკვე მაბრაზებ ზეინებ. ჩვენ ხომ ერთ ბრძოლაში ვართ, ერთად ვართ. რამეს თუ გავაკეთებთ მხოლოდ ერთად. მაშინ იქნებ იმიტომ არ გითხრეს, ყველა ერთად საფრთხეში რომ არ აღმოჩენილიყავით. არაფერია. პასუხს მომთხოვ. როგორ ფიქრობ, რა საქმეა? ქმარს ვერ კითხე და დილაუთენია ჩემს დასაკითხად მოხვედი არა? არა. ამიტომ არ გეკითხები. ჩაიწიე. ხალილ იბრაჰიმი ოფიციალურად ჩემი ქმარი ხომ არ არის? მერე? რუსოს საქმე თუ დამთავრდება, რამდენიმე დღეში მე და ხალილ იბრაჰიმი დავქორწინდებით. ცოლად უნდა შემირთოს. ახლა ცდილობ გული მომილბო. არ გეგონოს რომ ვერ შემომჩნიე. ამჯერად გიპასუხებ. გიპასუხებ. ხო, რუსოს ამბავია. მაგრამ ქორწილს აქ გავმართავთ. ჩემს თვალწინ. მე ესმა როგორ მოვა? შენი ცოლი რა სიტყვის? ზეინებ. არ მინდა გული გადგინო. მატკინე ჩემო ლამაზო ძამიკო. ჯობია შენ მატკინო ვიდრე ვინმე სხვამ. ჩემო მშვენიერო.